კარგით, გამარჯობათ, მე ვარ ირაკლი, software engineer-ი Fundbox-ში. Fundbox-ი არის fintech კომპანია, რომელიც ოპერირებს ძირითადად ამერიკაში, ავსტრალიაში და სხვა ინგლისურენოვან ქვეყნებში. დღევანდელი speech-ის თემა იქნება დიდ კომპანიებში hiring-ის პროცესი, როგორიცაა Amazon, Google, Meta და ასე შემდეგ. და მე მოგიყვებით ჩემ პირად გამოცდილებას თუ როგორ მოხვდი Amazon-ში, Amazon-ის გასაუბრებების პარალელურად როგორ მივიღე სხვა დიდ კომპანიებში ოფერი, როგორიცაა Google და Uber-ი და პრინციპში როგორ დავფეილდი სანამ მოხვდებოდა მანამდეც რამდენჯერმე. კარგი, ცოტაოდენი ჩემს შესახებ. სანამ Fundbox-ში მუშაობას დავიწყებდი, მუშაობდი როგორც ვახსენე Amazon-ში, Madrid-ის ოფისში, Fire TV device-ების დეპარტამენტში, სადაც ერთ-ერთი ოპერაციული სისტემა Fire OS-ი, რომელიც არის Android-ზე დაფუძნებული ოპერაციული სისტემა Amazon-ის device-ებისთვის, Amazon-ს რამდენიმე სახის device-ი აქვს, რაღაც ტელევიზორების, Fire Stick-ი, Alexa გაგიგიათ ალბათ ყველას. და მასში ყველგან ეს Fire OS არის ჩაყენებული და ჩვენ გვქონდით ახალ ვერსიას ამ Fire OS-ისას. ასევე iAsoft-ი რამდენს გაგიგიათ, ქუთაისში შექმნილი პლატფორმაა, HackerRank-ისა და LeetCode-ის მაგვარი, სადღაც 5 წლის წინ პანდემიის დროს მე და ჩემმა მეგობარმა გადავწყვიტეთ, რომ ქართულად საჭიროა ეგეთი პლატფორმა, რომელიც სადაც ამოცანები გვექნება, ალგორითმული ამოცანები და მოსწავლეებს და სტუდენტებს, ან ყველა დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა ამოცანები ამოხსნას. და მთავარი მიზანი იყო იმისა, რომ როდესაც ჩვენ ვასწავლიდით ალგორითმებს და მონაცემთა სტრუქტურებს, რაღაც პირდაპირ Dijkstra-ს ალგორითმის ამოხსნამდე, ამოხსნა არ იყო ხოლმე სწორი გზა და გვჭირდებოდა რაღაც პატარ-პატარა ჩაშლილი ამოცანები, რომელიც არ იყო ხოლმე არც HackerRank-ზე, არც LeetCode-ზე, არც სხვა Codeforce-ზე და სხვა პლატფორმებზე, ამიტომ ბევრი ამოცანა შეიქმნა, სადღაც 1000-მდე ამოცანა უკვე აქვს, 2000-მდე user-ი ყავს და მოკლედ ეხლაც მუშაობს, შეგიძლიათ ნახოთ და ეხლა რა ისტორიასაც მოგიყვებით, ნამდვილად გამოგადგებათ ეს პლატფორმა. ამ big tech კომპანიებში ბევრი გასაუბრება მქონია, სადღაც 3-4 წლის წინ დავიწყე გასაუბრებები და მე რაღაც ხობად იქცა ეს გასაუბრებები და რავი, ყველგან გავდიოდი, ყველგან ვთქვდებოდი, თუ ვიცოდი რომ ბოლოში მაინც დავარეჯექტე და მაინც გავდიოდი რა. და ბევრი რაღაცა ვისწავლე მოკლედ. როგორია hiring პროცესი Google-ში, Amazon-ში, მე Amazon-ში მე თვითონ ვატარებდი გასაუბრებებს, 1-4 გასაუბრება მაქვს ჩატარებული და მოკლედ მოგიყვებით ამ გამოცდილებას, რომელიც გამოგადგებათ თუ ვინმე აპირებთ დიდ კომპანიებში მოხვედრას. კარგით, მოკლედ აჯენდა იქნება CV როგორი გქონდეს რომ დაინტერესდნენ, ცოტა სპეციფიური CV აქვს, CV არის საჭირო დიდ კომპანიებში, როგორია interview flow, ძალიან განსხვავებულია ხოლმე, ალბათ გქონია თქვენ გასაუბრება რაღაც ქართულ კომპანიებში ან უცხოურში, მაგრამ ძირითადად შედგება ხოლმე 2-3 ეტაპისგან და აქ როგორაა მაგასაც მომყვებით, შემდეგ ოფერის შემდეგ რა ხდება, რა სირთულეებია, რა არის კარგი და ასე შემდეგ და გაგიზიარებთ რაღაც ინტერნალ ინფორმაციებს, რომელსაც ასე ვერ დაგუგლავთ, არსად არ წერია და დიდად არ ამბობენ ხოლმე, არ გამოვაქვთ იქიდან, მაგრამ არაფერს არ ვარღვევ ამით არც მე ჩვეულებრივად შემიძლია ვთქვა. აი რომ წერთ, ხა კარგიც. კარგი, მოკლედ პირველ რიგში ჩვენი როგორც პროფესიონალები, software engineer-ები ვიქნებით თუ AI მკვლევრები თუ ბევრი პოზიცია აქვს არატექნიკური ამ დიდ კომპანიებს, ჩვენი სახე ყოველთვის არის ხოლმე resume, CV. პირველი ჩვენ ვერ მივდივართ და გამარჯობათ, ვერ ვეტყვით და ვერ ავუხდით, ჩვენ ყველაფერს ვწერთ CV-ში. თან საქმე ის არის, რომ ეს CV სპეციფიური უნდა იყოს ამ დიდი კომპანიებისთვის, იმიტომ რომ პირველ რიგში მათ წინ უყენიათ ავტომატური CV-ს პარსერები. თქვენი CV ძალიან ცოტა შანსია რომ მივიდეს ადამიანამდე, ამიტომ ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ რომ ეს CV იყოს checker friendly, ასე რომ ვთქვათ და კარგად გაიპარსოს ეს ჩვენი ინფორმაციები და შემდეგ მივიდეს ადამიანამდე. ერთ პოზიციაზე სადღაც 2-3000 apply კეთდება დიდ კომპანიებში როგორც წესი. და მან პროცენტული მაჩვენებელიცაა, აი ჩვენ დეპარტამენტში როცა დაგვჭირდა 6 ინჟინრის აყვანა, რეკრუიტერი თვლიდა რომ 1000 ცალი აპლიკანტი უნდა განეხილათ
1000 ცალს უნდა გასაუბრებოდა ერთი HR ერთჯერ მაინც. შემდეგ 70% იცოდნენ რომ დაფეილდებოდა, 30% გააგრძელებდა შემდეგ ეტაპზე, რომელ ეტაპებსაც ჩამოვთვლი ხა. შემდეგ დარჩებოდა 10%, შემდეგ ვიღაც რაღაც 5 ადამიანი და იქედანაც ცოტა შანსი იყო რომ მე რაღაც team matching-ზე, რომელსაც ვიტყვი რას ნიშნავს, დამეჩილიყო ამ გუნდთან და 6-დან 2 ავიყვანეთ, ალბათ ახლაც ეძებენ, არ ვიცი. ბოლოს რო ვკითხე ერთ-ერთ ჩემ teammates მუჰამედს, არ ვიცი არ გქოს არავის კიდე ხო არაპირებ ჩამოსვლას ვკითხე. 1000 ადამიანს გაესაუბრეთ ერთ ხო ასე აქვთ აი Amazon-ში ყოველ შემთხვევაში გქონდა რომ ერთ პოზიციაზე გულისხმობენ რომ 1000 ცალი მაინც ისეთი თუ ვერ ნახეს რომ დაუკავშირდნენ არ იწყებენ პროცესს აი ერთ პოზიციაზე ანუ მე ამასთან რამდენი ერთ პოზიციაზე, მაგრამ ამ 1000 არ ვამბობ რომ full loop-ი ყველაფერი ექნება, აი ახლა ვიტყვი პირველ ეტაპს რაცა, რომელიც ადამიანის ჩარევას მინიმალურად საჭიროებს 15 წუთს, ამ 15 წუთს ხარჯავენ 1000-ისთვის და შემდეგ იწყებ. და ნელ-ნელა ძალიან აბა აი შენ გუნდში შენ რაღაც კონკრეტულ სპეციფიკურ როლზე თუ მე ეს იყო ახლა L5-ზე, L5 არის ხო რა, მაღალი პოზიცია, არის entry level მაგის უკან, რომელიც აი 2-3 წელი გამოცდილებას გთხოვენ entry level-ზე. შემდეგ არის L5. ახლა როგორც წესი აღარ აყავთ ხოლმე L4 და L5-ები აყავთ სულ. სპეციფიურ პოზიციაზე არა, იქ ყველას ეძახიან software engineers. შეიძლება software engineer-ი აკეთებდა, მე software engineer-ი მე რქვა და რაღაც platform engineer-ი ვაკეთებდი, ვიღაცასაც software engineer-ი ერქვა და შეიძლება რაღაც React წერდა რაღაცას პირობითად, ყველა software engineer-ი. Software engineer-ზე მოკლედ 1000 იყო ასეთი შეფასება. აი ეს 6 ადამიანი რო დაგჭირდა, შევკრიბა HR-მა და ყველა შევკრიბა დეპარტამენტი და ერთი ალბათ 50 ადამიანი ვიყავით, ჩვენი LinkedIn-ები გაგვახსნევია და აბა ვის მივწერო აქო, ვინ ყავთ კონექშენებიო რო ცოტა ვიღაცები, ანუ ეგ ყოველთვის მუშაობს რომ networking-ი, რეფერალი და ასე შემდეგ, რომელსაც ვახსენებ. მოკლედ გავაგრძელოთ CV-ს თემა, რა უნდა გვეწეროს CV-ში რომ დავაინტერესოთ დიდი კომპანიები განსაკუთრებით. ძირითადად ჩემი მიდგომა ხოლმე და სხვებსაც ვურჩევ, გააჩნია რომელ პოზიციაზე აკეთებ apply-ს, იმის მიხედვით ჩაწერო რაღაცეები. მაგრამ ტყუილი არ უნდა ჩაწერო, ძალიან მტკნარი სიცრუე არ უნდა ჩაწერო, რომ მაგალითად ამერიკის მოქალაქე ხარ, ან არ ვიცი gold medal-ი გაქვს IOI-ზე, არ უნდა ჩაწერო, თორე შემდეგ გადამოწმე და ვსო რა. რაღაც ცოტა შელამაზებული სიმართლე შეიძლება. ნუ მე ვიყენებ პირადად LaTeX-ის ფორმატის CV-ს, იმიტომ რომ შეიძლება ძალიან ლამაზი არ იყოს, ეს LaTeX-ი ვინც არის და რაღაც markup language-ი მათემატიკოსებმა შექმნეს, სადაც იწერება ფორმულებით და რაღაც HTML-ის მაგვარი რაღაცით დოკუმენტი, რომელიც შეიძლება თვალისთვის ძალიან ლამაზი არ იყოს, მაგრამ აი მანქანას კითხიაბა, ის ყველაფერს ურჩევნია, აი კარგად პარსავს ყველაფერს, თავისი ადგილი აქვს ყველაფერს. ამიტომ LaTeX based CV კარგია, შემიძლია გამოგიგზავნოთ მე რომელ საიტსაც ვიყენებთ. CV პარსერი, კი ბატონო, ჩეკერი, ავტომატურად მთელი ინფორმაცია იცის. როცა შენ რო Word-ში დაწერ, შეიძლება რაღაცები ისე გააკეთო იქ, რომ ვერ გაპარსოს კარგად რა. ნუ რაც შეიძლება მეტი პროექტი უნდა ჩავწეროთ, რაც გვიკეთებია, მაგრამ როგორც ეს entry პოზიციაზე არ გვაქვს ხოლმე ეგეთები, ამიტომ ძალიან ბევრი წერს, აი პროფესორის ასისტენტიც თუ ყოფილი. რამდენი ხართ აქედან პროფესორის ასისტენტი? აქაც არის ხო ეგ თემა მოხდილი. ბევრი არის ხოლმე და წერს რომ 2 წელი, ესაა მე-4 კურსზე იყო, რაღაც სტუდენტებს კვიზებს უსწორებდა, რაღაც ძალიან დიდი პლუსია. ასევე პლუსია ოლიმპიადები. არა მხოლოდ სკოლის დროს ოლიმპიადები, აი ბევრს არ ქონდა შესაძლებლობა რომ ინფორმატიკის ოლიმპიადაში მიიღო მონაწილეობა სკოლაში, ხო, რაღაც სპეციფიური სკოლებიდან თუ არ მოდიხარ, მეც არ მქონდა, მე დავიწყე სტუდენტობის დროს და ეს სტუდენტობის დროს რაც მივიღწევია რაღაც მესამე ხარისხის დიპლომი, მეორე ხარისხის სადღაც ინდივიდუალურზე მოვიგე, ზოგიერთ ბავშვებს მოვიგე ხოლმე, მაგრამ მოვიგე, თუმცა ბავშვები უფრო ძლიერები იყვნენ ხოლმე, ვიდრე სტუდენტები ყოველთვის ეგრე იყო. ესენი უნდა ჩავწეროთ, მოკლედ. ICPC-ის ოლიმპიადები გაგიგიათ ალბათ ყველას, აქაც კიუსაც ყავს ძალიან კარგი გუნდი, წინაზე იყო შეჯიბრი. მოკლედ ეს ყველაფერი უნდა ჩავწეროთ. კარგით. გავალამაზეთ CV, ვიცით რომ ავტომატური CV ჩეკერი მინიმუმ გაიგებს ჩვენ CV-ს და ადამიანამდე მიიტანს, ვიგულისხმოთ. ეხლა რა ვქნათ? უნდა მოვძებნოთ შესაბამისი პოზიცია, რომელიც ჩვენ გვაწყობს. იქ ლეველები ამ დიდ კომპანიებში, ყველა კომპანიას განსხვავებული აქვს, მაგალითად Amazon-ს აქვს level 3 არის ინტერნი, level 4 არის entry level-ი.
entry level ნიშნავს 2-3 წლიან გამოცდილებას ან 1 წლიანს. L5 არის მე ნუ არ ქვია სახელი ლეველებით აქვს მე L6 არის უკვე მენეჯერი, სენიორ მენეჯერი და ნუ ასე შემდეგ, პრინციპალი და ასე შემდეგ. იმის მიხედვით უნდა გავაკეთოთ apply რა გამოცდილებას გვაქვს. ეხლა L6-ზე რო გააკეთო გამოცდილება, როცა 3 წლიანი გამოცდილება გვაქვს მხოლოდ არ არის ფლატსორი, ავტომატური პარსერის დაგარეჯექტებს. ამიტომ სტუდენტი რო ხარ, როცა სტუდენტობის მე-4 კურსზე მუშაობდი, თქვათ, დაამთავრე, რაღაც დიპლომი აიღე, რომელიც საჭიროა მე ვიზისთვის და ასე შემდეგ, გააკეთე apply-ს L4-ზე. Google-ს სხვა გადანომბრა აქვს, რაღაც ერთი თქვემოთა L3-ია entry level-ი, L2-ია interni, L4-ია senior-ი თუ middle-ი თუ რასაც ზახი. თემატურად ვიკითხავ ძალიან. ხო. ეგ გასაგებია რომ ანუ უფრო სუსტი ხარ ვიდრე პოზიცია რა, მაგრამ პირიქით overqualified სიტუაციები არსებობს. მაგასაც აკვირდებიან, აი მე მაგალითად ეხლა რომ მოვინდომო, აი L5-ზე ვიყავი Amazon-ში, მე რომ მოვინდომო ეხლა L4-ზე გავაგზავნო ისევ, რატო ზარმაცი ხარო მეტყვიან. იმიტომ რომ მან დარის ხოლმე L4 როცა ხარ Amazon-ში, გაქვს რაღაცა გონივრული ვადა, როცა L5 უნდა გახდე. შენ რაღაცა ევიდენსები უნდა დააგროვო, კონტრიბუციები რა გქონდა და 2 წელია როგორც მახსოვს L4-დან L5-ზე უნდა ახვიდე, თორე დადგება შენი საკითხი, აება რატო ვერ ავიდა ეს კაცი, რატო არ მოუნდა L5-ზე. L5 უკვე terminate პოზიცია არის Amazon-ში, ანუ L5-ზე შეიძლება იყოს 12 წელი, 15 წელი. თუმცა მეტაში მაგალითად განსხვავებულია, მეტაში სენიორი უნდა გახდე, თორე გამოგიშვებენ, ანუ სენიორი უნდა გახდე გონივრულ ვადაში, რაღაც 2 წელი, 3 წელი. Google-ში სხვანაირადაა, ანუ. ხო და ამიტომ ხო მაგალ პოზიციაზე როცა CV-ში მაგალ პოზიციები გიწერია, დაბალზე ვერ შეხვალ. ხო, თუმცა საშუალო დონის კომპანიები რაც აეხა სენიორ ტაიტლები გვიწერია ხოლმე ძირითადად მეც სენიორ software engineer ვარ Fundbox-ში, თუმცა იქ სენიორის გაგება სულ სხვა არის, იქ მენეჯერი ხარ სენიორი, რაღაც ჩაბარებული ყავს 20 კაცი რა. ხო და ცოტა სხვა აცდენა არის მაგაში, მაგრამ software engineer ხარ გარკვეული ლეველის გამოცდილების, რომელიც კონკრეტულ საქმეს აკეთებს. ნუ ერთ-ერთი არის რომ apply გავაკეთოთ, პირდაპირ ვნახოთ და გავაკეთოთ, მაგრამ უკეთესი მეთოდია და სადღაც 10 მაგებს იმის შანსს რომ ნახოს თქვენი CV რეკრუიტერმა რეფერალი. რეფერალი არის რომ ვინც მუშაობს დიდ კომპანიაში დაუკავშირდეთ თუ ვიცნობთ ხო კაი, ან ვიღაც შეიძლება network-ში ყავს და რეფერალი გაგვიკეთოს მის სისტემაში, თვითონაც სარგებელს მიიღებს და თქვენს გამოგადგებათ, რა ვიცი, უცხოებისთვისაც შეგიძლიათ გაუგზავნოთ. ჩემთვისაც მოუწერიათ უცხოებს, მაგრამ ეხა მან საქმე ისაა, რომ შენ არ გაწყობს, როცა იქ მუშაობ, ვიღაც ისეთი ტიპის რეფერალი გახდე, ვინც უეჭველი იცი, რომ ეგრევე ჩაფეილდება. ამიტომ მაგასაც ახლა რაღაც LinkedIn-ს ნახავ, ან რაღაცა რა უკეთებია ამ ადამიანს და როცა ცოტა სანდო ტიპია, გააკეთებ რეფერალს, იმიტომ რომ რაღაც 500 ევრო თუ რაღაცა, ალბათ ქვეყნის მიხედვით, ანუ ეგეც გაწყობს, ახლა 10 რო გაუკეთო და 3 აიყვანონ, მაგარია, ხო? რეფერალს კარგია. და ხო ეს ეგარ ავთქვი რომ ტყუილები მოსულა ცოტა შელამაზებული, მაგრამ ძალიან მტკნარი სიცრუე არა, თორე ზოგს აქვს რომ იქ ეთანხმები რომ ყველაფერს სწორს წერ, თორე შემდეგ დამბლოკეთო ეთანხმები რა, ну მაგას არავინ არ კითხულობს ხოლმე, მაგრამ ეგრეა. თუ შენ დაწერ რომ და რეკრუიტერს მოაცდენ და ეტყვი ამერიკის პოზიციაზე apply-ს გააკეთებ და ეტყვი რომ green card-ი გაქვს ან ამერიკის მოქალაქე ხარ და მე შენ დაგირეკავს, დროს გააცდენს და აღმოაჩენ რომ არ გაქვს, დაგბლოკავს, შემდეგაც აღარ მიგიღებ. კარგით, აქ ერთ რაღაცას დავამატებ, სანამ ინტერვიუ პროცესს დავიწყებდე ეტაპებს. ადრე Google-ს ჰქონდა მაგალითად ოლიმპიადებს ატარებდა შიდა competition-ებს, ერთს ერქვა CodeJam-ი, Hashcode-ი, Kickstarter-ი, რომელიც დააკენსელეს 2 წლის წინ და თქვენს რომ მიზანს მიაღწიაო, სადღაც 12 წელი მუშაობდა ეს competition-ები, ყოველწლიური იყო და თითქმის 3 თვეში ერთხელ ერთი მაინც ტარდებოდა. და აქედან არჩევდნენ ტიპებს, ვისაც მინიმუმ იცოდნენ, რომ რაღაც ალგორითმები ესმოდათ, ამოცანებს ხდიდნენ და ასე შემდეგ. მაგ დროს არ არსებობდა wipe coding-ი, ვერ დააწერიებდით. ალბათ მაგიტო გააუქმეს, არ ვიცი, იმიტომ რომ ეხა მარტივია, რაღაც რთული ამოცანა, თუნდაც რაღაც AI-ს ჩაუგდო, ის online იყო, არავინ გამოწმებდა ვინ რას აკეთებს, ვინ უზის გვერდით. ნუ ესენი დაკენსელდა, მე პირადად მაგალითად LeetCode-ზე გავაკეთე კონტესტი, პირველი დაკავშირება რომ მივიღე Amazon-იდან, ეს იყო სადღაც 4 წლის წინ. LeetCode-ზე პერიოდულად ვაკეთებდი კონტესტებს, ყოველკვირეულ კონტესტებს. და ერთ-ერთი კონტესტის სპონსორი იყო Amazon Business-ი.
და იქ რაღაც მოსაპწიჭკი იყო, რომ თანახმავა რომ დამიკავშირდეს პოტენციურ დასაქმებას და მოვნიშნე რა უბრალოდ და ნუ რაღაც 360-ანა იყო, სამივე ამოხსენი და სადღაც 1-2 კვირაში LinkedIn-ზე მომწერა Amazon-ის რეკრუიტერმა და ინტერესებული ხო არ ხარ, არც მიფიქრია, რომ რაღაც შეიძლება და დაიწყო. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მინდოდა დიდ კომპანიაში, მაგრამ იმ მომენტში არ მეგონა თუ მზად ვიყავი და ნუ დავიწყე პროცესი. იმ პირველ ეტაპზე ჩავფეილდი, იმიტომ რომ არ ვიცოდი ბევრი რაღაც და მაგ ფეილმა მასწავლა ეს ყველაფერი, რომ გამოვიძიე, როგორ, რანაირად. კონკრეტულად ჩავფეილდი რაში? Amazon-ს აქვს, აი აქ მიწერია მეოთხე ეტაპზე აქვს ერთ-ერთი რომელსაც მე გავშლი behavioral კითხვები. აი რაღაც კითხვას გეკითხება, რომ რას იზამდი რაღაც კონკრეტულ სიტუაციებში. მან ძალიან გულწრფელად არ უნდა უპასუხო. Amazon-ს აქვს რაღაც 16 leadership პრინციპი და შენი პასუხი უნდა იყოს დაფუძნებული, რომ ამ რაღაც თავიანთ ცნებებში ჯდებოდეს. აი შენ შეიძლება გულწრფელად უპასუხო და ვა მაგარი რაღაცა გავაკეთე უთხრა, მაგრამ რაღაც არ ღვევდეს პირველ პრინციპს, რომელიც არის customer obsession. აი customer-ი არ მაინტერესებდა და მაგარი ტექნიკური რაღაც გადავჭერი, იმიტომ რომ შენ გესიამონა შეიძლება ობიექტურად, მაგრამ იქ უნდა თქვა, რომ პირველ რიგში customer-ის პრობლემა გავიგე. ხო და მაგაში ვერ ჩავჯექი, არ ვიცოდი ეგ მოკლედ და ჩემი ამოცანის ამოხსნა აღავის არ აინტერესებდა, იმიტომ რომ მეორე ნაწილი ეგაა და მთავარი ნაწილი. კარგი და გავყვეთ პირველივეს, პირველ ეტაპს. მოკლედ გავაკეთეთ apply ან referral-ით, ან რაღაც მაგარი CV მოვხოდეთ და ნუ დაგვიკავშირდა HR-ი. პირველი ძირითადად არის ხოლმე მეილზე გვწერს HR-ი, ან მე LinkedIn-ზე მომწერა, იმიტომ რომ სხვა წყაროდან გამოვიდა, ჩემს CV არ ქონდა ჩემი საერთოდ, მე გავუგზავნე. ნუ გვიკავშირდება HR-ი, ძირითადად არის ხოლმე მეილზე და გვეუბნება, რომ აბა ქოლი ჩავნიშნოთ. და ნუ ჩვენც რაღაცა availability-ებს მოვნიშნავთ და 15-20 წუთიან ქოლს გვინიშნავს. ეს იგივეა ყველა კომპანიაში, წეგარაც ჩამოვთვალე დიდ კომპანიებში, პირველი HR ქოლია. და ნუ ამით ახლა HR-ი რას ამტკიცებს, უბრალოდ შენ CV-ს უყურებს, რო არსებობ, ინგლისურად საუბრობ, სტრუქტურირებულად ლაპარაკი შეგიძლია და რაღაცას წარმოადგენს უნთქავ არსებობ რა, რობოტი არ ხარ, მაგას ამტკიცებს და დამატებით რაღაც კითხვებს გისვამს. მაგალითად, რელოკაციაზე თანახმო ხარ თუ არა. ანუ აქ მე რასაც ვსაუბრობ, ეს ყველაფერი არის არაკონტრაქტორ როლებზე, რომელშიც სხვანაირია განსაკუთრება. როცა უკვე გვიწევენ იქ მივდივართ ოფისებში სამუშაოდ. ნუ გვისვამს ამ კითხვას, ალბათ პროტოკოლში აქვს, არ ვიცი, რომ რელოკაცია გვაწყობს თუ არა. რაღაც ხელფასის უხეშ მოლოდინებსაც გვეუბნება, რომელიც შეიძლება შეიცვალოს და ნუ რაღაცებს ამოწმებს. და გვიგზავნის online assessment-ის links მეილზე. რა არის ახლა ეს online assessment-ი? HackerRank-ი ვახსენე ბევრჯერ, HackerRank-ი არის ბევრს გაგიგიათ ალბათ პლატფორმა, სადაც ამოცანებს ხსნით და რაღაც არსებულ test case-ებზე გაზდის. გვიგზავნის online assessment-ს, რომელიც არის ძირითადად HackerRank-ის მაგვარი საიტის ლინკი, სადაც არის 2-3 ამოცანა და დამატებით რაღაცა კითხვები behavioral-ი. და გვაქვს ერთი კვირა ამ ლინკზე რომ გადავიდეთ, გვერდება საათნახევარი დრო. და უშიარებთ ეკრანს, სხვა ტაბში გადასვლა არ შეგვიძლია, რაღაც შეიძლება სხვა სკრინიდან ავიღო, მაგრამ ნუ Uber-ში მაგალითად იყო, რომ მიკროფონსაც ვთავდი, სკრინსაც ვაშიარებდი, ვერ ადგებოდ დაჯექი და ვსო გააკეთე. Amazon-ში ეგრე მკაცრად არ იყო, Google-შიც ჩვეულებრივად HackerRank-ის ლინკი მოგდიოდა, მაგრამ არავინ არ გიყურებს, მოკლედ არავინ არ ყავს, უბრალოდ რაღაცებს აკეთებ და შენი მოძრაობები ითრექება და უნდა ამოხსნეს 3 ამოცანა, ტესტებზე გაატარო და დაასაბმითო, როცა დარწმუნებული ხარო, აქვე sample ტესტები რო გაქვს, კიდევ იქეთ უკან რო ტესტები უდგას, იმასაც გაივლის. შეიძლება აქ 10 ტესტი იყოს, რომელზეც კარგად გაიარა, მოერგო შენი ალგორითმი, მაგრამ რაღაც edge case-ი არ დაგიფარავს და იქ ჩაიჭრას. შენ რა დროს ვერ გაიგებ, ფიქრო ჩაიჭრა, მაგრამ ალბათ იმით გაიგებ, რომ არ მოგივა მე შემდეგ ეტაპზე გადასვლა. ხო, არის მე რაღაც ესეთი cultural fit კითხვები, რომელიც ძალიან მარტივებია და ესეც როგორც ვახსენე leadership პრინციპების მიხედვით უნდა გავყვეთ თუ Amazon-ია, თუ Google-ია, იმას სხვა პრინციპები აქვს. ეგრეთ ჩამოწერილი არა, მაგრამ უნდა მოვიძიოთ რა ხდება. და მოკლედ ვასაბმითებთ ამ საათნახევარში და რამდენიმე დღეში გვიკავშირდება HR-ი, რომ კარგია, წარმატებით გაიარეთ და მოდი გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. შემდეგი ეტაპი არის phone screening-ი ქვია. Phone screening-ი ისტორიულად შემორჩა სახელი ადრე პანდემიამდე, ხო ყველაფერი სხვანაირად იყო. ესეც სხვაგვარად იყო. Phone screening-ზე მართლა ტელეფონზე გირეკავდა, გაზიარებული არ ქონდა არაფერი და გისვამდა როგორ ამოცანებს, აი რაღაც ზეპირად გისვამდა ამოცანებს რა. ახლა შეიცვალა ჩვეულებრივად Google Meet-ი გაქვს ან Amazon-ს რაღაც Chime-ი აქვს ეგეთი შიდა პლატფორმა, Zoom-ი მოკლედ ასე ვთქვათ. და გისვამს არის live coding-ი მოკლედ. პირველი 5 წუთი, 10 წუთი არის ხოლმე შესავალი, რაღაც ზოგად კითხვებს გისვამს,
რა გიკეთებია, როგორ რანაირად, მაგრამ დიდი მნიშვნელობა მაგას არ აქვს ხოლმე, რაღაცები, რაც სივისია, ის უნდა იმას ამტკიცებს. შემდეგ გვისვამს ამოცანას, რომელიც არის lead code-ის ალბათ medium-ი ან hard ამოცანა და ისეთი ამოცანა, რომელზეც ესე უშუალოდ პირდაპირ პასუხი არ უნდა დავწეროთ, არის ხოლმე ძირითადად პირველი warm-up კითხვა, რომელიც ნიშნავს რაღაც ძირითადი ამოცანის გახურება, რომ აი მაგალითად ამოცანას გვისვამს, არ ვიცი, რაღაც Dijkstra's ალგორითმზე, მაგრამ ჯერ გრაფებზე გეკითხება რაღაცას, რომ გრაფი თუ იცი, თორე ხა Dijkstra's ამოცანის დასმას არ აქვს ხო აზრი. შემდეგ გადადით მთავარ ამოცანაზე და აი მთავარი ამოცანას როცა გვისვამს, ჩვენ უნდა მოვიფიქროთ ალგორითმი, უნდა აუხსნათ, რომ ეს ალგორითმი მუშაობს და შემდეგ ვიწყებთ კოდის წერას. კოდი ედიტორში დაჟე auto-complete კი არა, syntax highlight-იც არ გვაქვს, იმიტომ რომ არ აქვს დიდი მნიშვნელობა. აი მაგალითად C++-ზე ვწერთ და რაღაც string-ის ერთ-ერთი ფუნქცია დაგვავიწყდა, რომელიც არ ვიცი, რაღაც substring-ს ითვლის suffix-ში ან რაღაც ეგეც. თუ არ გვახსოვს ზუსტად, არ არის პრობლემა, იქ რაღაცას დავწერთ და ვეტყვით, რომ აი რომელიღაც იქნება. მაგაზე ნამდვილად არ ჩაგვჭრის. გავაგზავნებთ ალგორითმს, დავწერთ ბოლომდე კოდს, შემდეგ ვაფასებთ time და memory complexity-ს. ტესტებსაც არ ვატარებთ, იქვე არ ვაკომპილირებთ კოდს. უბრალოდ ამ პროცესში ინტერვიუერი გვაკვირდება და იქვე ინიშნავს feedback-ს, რამდენად კარგად ვიფიქრეთ, სტრუქტურირებულად ავაგეთ ამოხსნა და შემდეგ edge case-ები დავფარეთ. ნუ ესაა phone screening-ი. Amazon-ს დამატებით მაგალითად ეს phone screening-ი ორად აქვს გაყოფილი. აი Google-ს აქვს 45 წუთი სრულიად ამაზე საუბარი. Amazon-ს აქვს ორად გაყოფილი, 30 წუთი არის ეს ამოცანა, მეორე 30 წუთი არის leadership პრინციპებზე კითხვები. აი Amazon-ს ყოველთვის ეგ აქვს ყველგან. ამიტომ თუ Amazon-ში დაიწყებთ იმ პროცესს, ძალიან დიდი ყურადღება მიაქციეთ behavioral კითხვებს და leadership პრინციპებს. ნუ მოკლედ ეს თქვი უკვე, ზუსტად ამაზე ვისაუბრე, რომ პირველ რიგში პრობლემა უნდა გავიგოთ და ამას აფასებს როგორც კრიტერიუმი ისეა ჩამოყალიბებული და რამდენად კარგად გავიგეთ ჩვენ მისი ნათქვამი პრობლემა. შემდეგ არის რამდენად სწორი ალგორითმი და მონაცემთა სტრუქტურა შეუსაბამებთ. აი map-ი ჭირდებოდა, რაღაც hash tree ან რაღაცები ჭირდებოდა და სწორად მივედით აქამდე ან linked list-ი. ამაშიც პლუსი გვეწერება, თუ სწორად მივედით და არ ამოხსენით განსხვავებული მონაცემთა სტრუქტურით, რომელიც შეიძლება მუშაობს, მაგრამ არ იყო მთლად კარგი. შემდეგ იმპლემენტაცია კოდი რამდენად სწორად დავწერეთ, სისწორეში არ იგულისხმება minor type-ები და შემდეგ რამდენად კარგად გავტესტეთ და edge case-ები რამდენად გამოვავლინეთ, რომ აი მაგალითად ცარიელი ვექტორი რო გადავცეთ, ნუ C++-ში ვექტორი ქვია lists ან რაღაც ეგეთი ძალიან დიდი ან რაღაც ეგეთი ეს edge case-ებს უნდა დავფაროთ. ერთ-ერთი კრიტერიუმია, ძალიან მნიშვნელოვანია ეს კარგი ჩავიარეთ მოკლედ ეს phone screening-ი. დაგვიწერა ინტერვიუერმა feedback-ი და გვიკავშირდება რეკრუიტერი, რომ გავიარეთ, გვილოცავს, გადავდივართ virtual on-site-ზე. ეხლა რატო ქვია, ამასაც ისტორიულად შემორჩა ეს სახელი. ადრე ერქვა on-site. On-site ნიშნავდა, რომ აი 2019 წლამდე დაჟე Google გიწევდა იმ ოფისში, სადაც გასაუბრება ჰქონდა, ფიზიკურად მიდიოდ ვიზას გიკეთებდა ყველაფერს, თუ ვიზა გჭირდებოდა, იყო ეგ დროც გიბარებდა იქ და დაფაზე გაწერინებდა ამოცანებს დაფაზე. უშუალოდ ფიზიკურად ხვდებოდი ტიპებს. შემდეგ ნუ ეს on-site აღარ გამოვიდა, ხახელი თლად აღარ გადაარქვეს და virtual on-site არის, ახლა ჩვეულებრივად გირეკავს როგორც phone screening-ია. Phone screening-ის მაგვარია, ოღონდ 4 ცალი ან 5 და ლეველის მიხედვით დამოკიდებულია რაები იქნება ეს. თუ L5 ხარ, ანუ entry level-ზე ზემოთ თუ ხარ, აუცილებლად ერთ-ერთი ან ორი არის system design-ის ინტერვიუ. System design-ი რას ნიშნავს ახლა? ალგორითმების ამოცანა ვიცით ხო? დაგვისვა, აი მოცემულია რიცხვი n-ი და გეძლევათ n ცალი რიცხვი და რაღაცებს გვისვამს ამოცანას, ალბათ ყველას გაგვიკეთებია. System design-ი რა არის? System design-ზე გვისვამს ორი წინადადებით ამოცანას, გვეუბნება რომ გააკეთეთ system design-ი Google Photos-ი. კარგით, პირველ რიგში ახლა უნდა ვიცოდე ეს Google Photo რა არის. თუ არ ვიცი, ოკეია, შეიძლება არ ვიცოდე, არ გამომიყენებია. ვკითხავ, ჩავეკითხებით და იმდენი უნარი უნდა მქონდეს, რომ გავასალაშინო ეს ამოცანა ბიზნეს ჩათვალე ის არის product manager-ი და აი არ აინტერესებს იმას ახლა შენ უკან backend არ უნდა დაუწყო ჯერ საუბარი ტექნიკური ტერმინებით. პირველ რიგში უნდა გავასალაშინოთ ეს ამოცანა, მივიღოთ ტექნიკური ამოცანა ამ ყველაფრისგან
და რა ვიცი როგორ გავაკეთებთ ახლა Google Photos არის რაღაც რამდენიმე API ექნება ფოტოებს ავტვირთავთ ვიღაცა წაიღებს გააშიარებს და ასე შემდეგ მოკლედ ამ ყველაფერზე რა კომპონენტებს გამოვიყენებთ backends frontends მონაცემ და ბაზას რაც გამოვიყენებთ რაღაც ფაილებსაც შევინახავთ ამ ყველაფერზე უნდა ვესაუბროთ ნუ ახლა როცა გამოცდილება აქვს ადამიანს 1 2 3 წელი რეალურ პროექტებში უეჭველი შეხვდება ეგეთ რაღაცეებს, აი ზეგან თონი გამახსენა ბაზები, რაღაც storage-ი, აი ეგეთ რაღაცეებს უნდა მივაქციოთ ყურადღება. დანარჩენი არის ალგორითმები, ჩვეულებრივი და ერთ-ერთი გასაუბრება არის behavioral კითხვები რა. Google-ს აქვს ცალკე ეს ერთი ცალი და Amazon-ს ყველა 4-ვე გახლეჩილი აქვს ორ ნაწილად. 30 წუთი behavioral, 30 system design, 30 behavioral, 30 ალგორითმი. ანუ როგორც წეგან აღვნიშნე, ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და უფრო მეტ დროს ურთმობს Amazon-ი განსაკუთრებით behavioral კითხვებს. მეტას მაგალითად ერთი behavioral ინტერვიუ აქვს, მაგრამ ძალიან დიდი წონა აქვს იმერცალს, ანუ ზუსტად ერთი აქვს, მაგრამ ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს განსაკუთრებით მაღალ პოზიციებზე. შეიძლება ყველა ამოცანა მაგრად მოხსნა სისტემ დიზაინს გაიარო, მაგრამ აი წეგა როგორც თქვი მეტაში სენიორი უნდა გახდე მალე და შე რო გიყურებს რომ რაღაც ბევრი მიდიხარ მიდლზე ვთქვათ და გიყურებს რომ ბევრი ისეთი სიტუაცია არ გქონია რაღაცები რო დაჰენდლე ალბათ ხვდება რომ სენიორი ეს კაცი ვერ გახდება ორ წელში და მოდი ცოტა ხანი არა ვიყვანოთ და მე სხვა მოვძებნოთ ან რაღაცა ეგ. ანუ ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს. ხო, ნუ თითო საათია გაქვს როგორც წესი, გამონაკლის შემთხვევებში 45 წუთი, მაგრამ 1 საათი უფრო ხშირად შემთხვედრია. და ამ virtual on-site ეძახიან full loop-საც, ანუ მთლიან აქ თავარი რა არის, ეს 4 ინტერვიუ გაქვს Z-ზე მიყოლებით. აი დაიწყო დილის 12 საათზე და რაღაც 6-ზე მორჩები. შესვენებები გაქვს შუალედში, რაღაც 15-20 წუთი. შეგვიძლია ვთხოვოთ რეკრუიტერს ძალიან ვეხვეწოთ და რაღაცა ვუთხრათ რომ მეტი არ გვცალია და 2 დღეზე გადავანაწილებიოთ, მაგრამ შეუძლებელია ალბათ რომ თითო გქონდეს თითო დღეს. ამას არ მგონია ვინმე დათანხმდეს. ხო, ძალიან დამღლელია ხოლმე, ძალიან ისეთი სტრესულია. თან განსაკუთრებით აი Amazon-ს რომ ანუ ერთ ინტერვიუზე გაქვს საფიქრი, ამოცანაც როგორ ამოხსნა და მეორე ნაწილში გაქვს საფიქრი რაღაც ეს behavioral კითხვებზე. მეორე ინტერვიუაც იგივე იწყება, მესამედაც მეოთხეც ძალიან ცუდია. ერთი ინტერვიუ რო ერთ კონკრეტულ საკითხზეა მიძღვნილი, ეგ უფრო მარტივია რა, აი Google-ის მაგიტო უფრო მეტად ისე მიდის მშვიდად რა. თითოეულ კომპანია აქვს რაღაც თავიანთი მიმართულებები, რომელიც უყვართ ხოლმე, აი მაგალითად Amazon-ში ცნობილია, რომ რეფერენსები, სადაც არის linked list-ი, გრაფი, ყველაფერი ეგეთი Amazon-ში. მე რო ვიყავი გამსაუბრებელი, გქონდა დასაშვება ამოცანათა სია, აი კლიენტში და ერთ გამსაუბრებელს ზოგადად გქონდა ხოლმე 3 ამოცანა, რომელსაც ვაძლევდით ამ 3-დან ერთ-ერთს. ახ 3 რატო? შეიძლება იმ 3-დან ერთი შენს გქონოდა და შენ აგერჩია, ამიტომ მე გეგმა B რომ გქონოდა და მე გეგმა C. და იმ ამოცანის ირგვლივ ტრიალებდით და ნუ ეხა იმდენჯერ გქონდა ეს ამოცანა დასმული, რომ ზუსტად შიფრავდი ტიპს რა იცოდა რა, კარგად გაიგო რა დაზეპირებული აქვს და ასე შემდეგ და ამ ფიდბექს წერ, რომელსაც მე აანალიზებს hiring კომიტეტი. ანუ დამოუკიდებლად ერთმანეთისა 4 ტიპი წერს ფიდბექს, ამას აანალიზებს hiring კომიტეტი და წყვეტს გადაგიყვანოს შემდეგ ეტაპზე თუ არა. აქ მნიშვნელოვანი რა არის, ეს 4 ინტერვიუ არ არის იმისთვის, რომ 4-დან 4-ვეში მაგრად გავიაროთ. 4 არის იმისთვის, რომ იმათაც არ გამოეპაროთ რაღაცა ისეთი, რომ შეიძლება ერთში ისეთი ამოცანა დაუსვი, რაღაც კარგად არ წაუვიდა და ეს 3 თუ კარგად გაიარა, ხვდება, რომ ვა, ეს გასამაზი ტიპი არა. და ნუ ამით თავს იზღებს. უფრო მეტად თავისთვის აკეთებენ, რომ როგორც წეგან თქვი და რთულია აყვანა იმათთვისაც, აი 1000 ტიპი უნდა განიხილონ, ამხელა რესურსი ჩაასხან, რომ ერთი ტიპი მაინც აიყვან. კარგი, გავიარეთ ესეც მოკლედ და აყვანილი ვართ თითქოს, მაგრამ თლად ბოლომდე არა. წავიდა ეხა ასეთი რაღაც. მოკლედ არის team matching-ის ფაზა, რაც ნიშნავს, რომ აქ უკვე იმდენი დრო გავიდა თავიდან პირველი online assessment-დან ამ დრომდე, რომ on-site გავიარეთ, აი სადღაც გავიდა 2 თვე.
და ის პოზიცია შეიძლება რომელზეც მე ეფლაი გავაკეთე, საერთოდ აღარ იყოს დახურული იყოს. ამიტომ ეს არაფერი აქვთ იმათაც გეგმა B, რომ ბევრი ღია პოზიციები აქვთ და იმ ღია პოზიციების თიმებს უნდა გავესაუბროთ და იქ დავიწყოთ მუშაობა. ვესაუბრებით სხვადასხვა დეპარტამენტებს, სხვადასხვა ქვეყნების ოფისებს და ვწყვეტთ, რომ ჩვენთვის კარგი გუნდია და იმათთვის კარგი ვართ. აქ თითქმის აყვანილი ხართ უკვე ეს ვირტუალურ საიტ თუ გაიარეთ და გითხრეს რომ ვსო, მაგრამ არის ხოლმე და ისტორიას ახსოვს უახლოეს წარსულში მოვლენები, როცა hiring freeze მოხდა Google-ში, layoff-ები მოხდა და აი layoff-ებს რო აკეთებს დიდი კომპანია, მოკლედ ამ ევროკავშირს ქონია ასეთი კანონი, თითოეული ქვეყნის ჭრილშია ალბათ, მაგრამ თუ გავუშვი მე 10,000 თანამშრომელი, ესე იგი მე ვამბობ, რომ რაღაცა პრობლემები მაქვს, ვერ ვხვდიდი ხელფას, მაგიტო გავუშვი და მე ახალი hiring პროცესი არ უნდა ვაწარმოო. ამიტომ იმ რაღაც 3 თვეში, 6 თვეში არავინ აღარ აყავთ. შესაბამისად, თუ მაგ 6 თვეში მოხდა ჩვენი ინტერვიუები, არავინ აღარ აგვიყვანს. 6 თვეში მე ჩვენ feedback-ს ვადაგასდის და ვსო, რა, თავიდან რო დავიწყოთ ყველაფერი. ამიტომ ზოგჯერ აქ შეაკეთებენ რო გავიარეთ ეს ყველაფერი, პირველივე გუნდთან შეიძლება არ მოგვეწონა სიტუაცია, მაგრამ დიდი შანსია რომ მაგას არ დავთანხმდეთ, მე შეიძლება სხვები აღარ ვიპოვოთ. ამიტომ აკეთებენ ხოლმე რომ დავთანხმდეთ, მივიდეთ, დავიწყოთ უკვე თანამშრომელი ვართ ისი და შიდა გუნდებში გადასვლა ძალიან მოსული თემა იქ, ყველა რაღაც 6 თვეში ერთხელ ჭირდებათ კიდეც რომ გადაახალისონ გუნდები და იმდენად რაღაც დოკუმენტირებულია ყველაფერი, რომ ძალიან მარტივია სხვადასხვა გუნდში ონბორდინგი. შიდა გადასვლები. კარგი, მოკლედ, გავიარეთ თიმეჩინგით და დაგვიერეკა რეკრუტერმა, ფაინალ დეტალებზე გვესაუბრება. ხელფასზე, რომელზეც წინაზე გვესაუბრა, რა თქმა უნდა, რელევანტური აღარაა, იმიტომ რომ იქ სხვა ქვეყანაში გქონდა ეფლაი, თქვათ, რაღაც პოლონეთში, აქ რაღაც ლონდონში მივდივართ და ლონდონში მეტი ხელფასია. აქ რაღაც მეც ვეტყვით. ხელფასზე ვაჭრობა მოსულა. ისიც გავაჭრება და შენც ევაჭრები. არ შეგეშინდეთ რომ მაღალი უთხრათ, იმიტომ რომ მაგისტვის არავინ არ დაგარეჩეკდებთ, ბოლოს მაინც ისინი გეტყვიან ციფრებს და შენ უნდა გადახედო გაწყობს თუ არა. ეს ხელფასი შედგება რამდენიმე ნაწილისგან, ეგრე არ აქვთ რომ რაღაც ყოველთვე გერიცხება რაღაც ხელფასი. აქვთ 3 ნაწილისგან, ძირითადად base salary-ს რასაც ეძახია რომ ყოველთვე გერიცხება, sign-on ბონუსი, რომელიც რო ჩადიხარ ეგრევე გერიცხება, ძალიან ბევრია, რაღაც ერთი თვის ხელფასზე რაღაც 4-ჯერ მეტი. რელოკაციის ბონუსს თალკე გაძლევენ, რომ რაღაც მოეწყო ცოტა იქ. და stock option-ებს გაძლევენ, აი, რა ვიცი, საქართველოს ბანკებმაც დაამატეს რაღაც შეგვიძლია ვიყიდოთ Amazon-ის სტოკები და ასე შემდეგ, მაგრამ ისინი ერთიანად გაძლევენ, ოღონდ რაღაც vesting-ის დროები აქვთ, რომ აი მაგალითად 4 წელი თუ არ იქნებით იქ, 100% ვერ მიიღებთ ყველა benefits რა, რაღაც ერთ წელში შეიძლება გაყიდო 5%, მერე 20% მეორე წელში და ასე შემდეგ. ამიტომ ესენი მოსალაპარაკებელი გვაქვს. და იწყება რელოკაციის პროცესი, რომელიც გრძელდება 2-4 თვე, ქვეყანაზეა დამოკიდებული, მაგრამ ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებში 2-დან 4 თვემდე ვიზა გვაქვს მოსაპოვებელი. ნუ ეს ვიზა ასაღები გვაქვს, შეიძლება არ იყოს აქ, მაგალითად მე ესპანეთში ვიყავი და სტამბულში მომიწია 2-ჯერ ჩასვლა ვიზის ასაღებად, არ არის აქ საკონსულო თურმე ესპანეთის. და ნუ რაღაც იწელება მოკლედ ხო, იქ ჩახვედი, რაღაც საბუთი შეიძლება ვერ ჩაიტანე, წამოხვედი, მე წაიღე საბუთი, ხო ვინ გამოგიგზავნის აქედან ხო საბუთს. და ნუ მოკლედ ეს პროცესი იწელება. ესეც გასათვალისწინებელია. კარგით, მოკლედ, მივედით იქამდე, რომ ვიზაც ავიღეთ, ჩაგვირტყეს, first day ჩაგვინიშნეს, მოგცეს access-ი რაღაცეები, მაგრამ ძირითადად გვაძლევენ ხოლმე access იმ პლატფორმაზე, რომელზეც სხვა კომპიუტერიდან შეგვიძლია შევიდეთ, შიგნით ყველაფერი ჩაკეტილი აქვს, თავის კომპიუტერში გვაძლევენ. და ნუ ჩავედით მოკლედ. ახლა მან რა არის გასათვალისწინებელი, თუ ინვეს გიცხოვრიათ საზღვარგარეთ ან ფიქრობთ, ძალიან ბევრი რაღაცაა გასათვალისწინებელი. პირველ რიგში ჩემი პირველი შოკი ესპანეთში იყო, რომ ინგლისური არავინ არ იცოდა. აი რავი. სადღაც ყავაზე მიხვიდოდი და აი რავი, ხა გავს ხო ერთმანეთს ყავა ინგლისურად და ესპანურად, მაგრამ ვერ გებულობდა არ იცოდა. ნუ ახლა ალბათ სხვა ქვეყნებში სადაც მეტად იციან ეს ინგლისური ეს პრობლემა არ იქნება, მაგრამ ზედმეტნაკლებად მაინც გიწევს იმ ქვეყნის ენის სწავლა, ცოტა მაინც, სადაც მიდიხარ. ეგ გასათვალისწინებელია. ტურისტი არ ხარ, გიწევს ისეთ ადგილებშიც სიარული, სადაც ტურისტები არ დადიან, შესაბამისად იქ ყველა გაღიმებული არ დაგხვდება, გიწევს ფოსტაში მისვლა, გიწევს სადღაც ტაქსები რო გადაიხადო, საშემოსავლოები, რომელიც ზედმეტნაკლებად ბევრია ხოლმე, ასე თუ ისე ევროპაში. კონკრეტულად ესპანეთი თუ იმას გაინტერესებთ, იქ 24%-ია fixed rate პირველი 6 წელი ახალ ჩასულებისთვის და ეგ ძალიან კაია.
ხო, ეგ არის 24% ზუსტად. ბექემ ლოუ ქვია, ნუ ფეხბურთელი ბექემისთვის გააკეთეს, რეალ მადრიდში რო გადავიდა, თავიდან ძალიან ბევრი ეჭრებოდა და შემდეგ შემორჩა მოკლედ კანონმდებლობას. ნუ ამსტერდამში, ნუ ნიდერლანდებშია კიდევ რაღაც 30% თქვენი შემოსავლების არ იბეგრება და რაღაც ქვეყნებში შეიძლება იყოს რაღაც ესენია გასარკვევი მოკლედ, აბა რაღაც არ დაგვაკლონ. ახალი ქვეყანა, ახალი ქალაქი, ახალი თიმი, ახალი კომპანია, ახალინა ძალიან ბევრი სიახლე შემოდის და ძალიან ცოტა კი არა ძალიან სტრესულია ხოლმე და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ და უნდა გავუმკლავდეთ. ხო, ზედმეტნაკლებად რაღაც დროს მოითხოვს თუ მარტო არ ხარ იქ და მეგობარი ყავს ვინმე ან ნაცნობი იგივე კომპანიაში ან თუნდაც ქალაქში ძალიან დაგეხმარებათ. ეხლა მაგალითად ვარშავაშია ძალიან ქართული ჰაბი შექმნილი ამ დიდ კომპანიებში და რა ვიცი Google-ში ალბათ 30-მდე ქართველი მუშაობს, Amazon-ის ოფისია ვარშავაში და იქ არ უჭირთ ალბათ, მაგრამ მადრიდში მე ვიყავი და ერთი ქართველი კიდევ და მადრიდში არაა მეტი დიდი კომპანია Amazon-ია მხოლოდ და აი ხო ეგ მაგასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ. აი მაგალითად არის ქვეყნები, მივიღეთ თქვათ ოფერი Google-დან. სულ Google-ში გაჩერებას უარ ვაპირებ. რა არის ალტერნატივა, როცა მომინდა ერთ თვეში Google-დან წამოსვლა. არ ვიცი რაღაცაზე გული მომაყვანიეს, ან აღარ მისწორდება Google-ში, ან დაიხურა Google, რა არის ალტერნატივა? რა არის ალტერნატივა, ეგეც მოსაძიებელია. არის ხოლმე რაღაც ქალაქები, რომელიც განთქმულია, რაღაც ტექ ჰაბებია, ძალიან ბევრი კომპანიებია, აი ეგეთია მაგალითად ამსტერდამი, ლონდონი, ბერლინი, მიუნხენშიც არის, მოკლედ. არის ქალაქები, სადაც რა 1-2 კომპანია ოპერირებს და ეგრე გადასვლა არ არის ხოლმე შესაძლებელი, ეგეც გამოსაკლებია. მოკლედ ძალიან ბევრი ინფორმაციაა მოსაძიებელი. თან თუ ოფერი მივიღეთ, შეგვიძლია ეს ქალაქი შევაცვლებინოთ. აი თუ თავიდან ვარშავაში ვფიქრობდი და მე აღმოჩნდა რომ თურმე ჩემი ყოფილა მიუნხენი, რავი, მიუნხენს ვეტყვი ამ HR-ს და ველოდები და მიუნხენში გადავედი. კარგით, ეხლა მოკლედ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს პროცესი ასე როგორც მე მოვყევი, ისე გავიაროთ. ნუ ბევრი ამოცანა უნდა ამოხსნათ. რა პროცესის ჩამოვთვალე, სადღაც 80% მაინც ამოცანები იყო, ალგორითმები. ძალიან ბევრი ამოცანა უნდა ამოხსნათ. LeetCode-ია უცხოური პლატფორმა მაგისთვის, სადაც თითოეული კომპანიის ჭრილში წერია რაები მოსულა ბოლო 3 თვეში. Aiasofti ვახსენე და იქაც შეგიძლიათ ამოცანები ამოხსნათ და სხვათა შორის ძალიან ბევრი უნიკალური ამოცანა, რომელიც არ დევს არც ერთ პლატფორმაზე და მიზეზიც თქვი რატო შევქმნით ეგ. ბევრი ჩემი დაწერილია, ბევრი სხვა Aiasoftis კონტრიბუტორების და ნუ პრინციპში თუ ვინმე ხართ დაინტერესებული, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ, გეტყვით როგორ. სხვა რა ეხა. ესაა ჩემი LinkedIn-ის QR-ი. თუ რამე კითხვები გაქვთ, აქ ვარ. დღეს ხვალ. მეც ვატარებდიო რა. ხო. ანუ რა არის ის data structure-ები, აი common ყველაზე მნიშვნელოვანი რაც უეჭველი უნდა იცოდე რა. ანუ ორი რაღაცა იზომეტრიული მონაცემები, რომელიც შეიძლება არ იცოდე რა. ხო, არა, ეგენი, ხო. აი თავარი რა. აი, კი ბატონო, აი. რასაც ეძახიან კლასიკური მონაცემთა სტრუქტურები. ლისტი, გულისხმობ linked lists, სტეკი, queue, ორმხრივი სტეკი, ანუ DEX, რასაც ეძახიან C++-ში. სტეტი, map-ი, ანუ B, ხო, რა, B+3-ზე დაფუძნებული მონაცემთა სტრუქტურა, რომელიც მე სწრაფად ჭირდება რომ რაღაცები მოძებნო, map-ი, key-value, რომელიც რაღაც ზოგი tree-based და ზოგი hash table-based. ძირითადად ესენი ხეები არა? კი, ანუ ამას გულისხმობ ხა built-in რაც აქვს აქვია მაგას ენებს რა. ამის იმპლემენტაცია არ გიწევს. იქ შეიძლება პირდაპირ გამოიყენო. ეხლა გავყვეთ მაგას. ამის საშუალებით კიდე უფრო კომპლექსური მონაცემთა სტრუქტურები შეგვიძლია ვაგოთ, როგორიცაა მაგალითად tree, რაღაც binary tree. ან როგორიცაა გრაფები, რომელსაც ვიყენებთ რაღაც პრობლემის მოდელირებისთვის. აი, გრაფად წარმოვიდგინოთ, თითოეული ჩვენთაგანი ვართ რაღაც გრაფის ნოუდები და Facebook-ზე მეგობრობით განისაზღვრება მიმართებები და რაღაცა ვიპოვოთ უახლოესი ადამიანი, ვის უთხრა, რომ აი თონიკემდე მივიდე. რაღაც ეგეთები.
არსებობს მაგის ლისტები, საბოლოო ჯამში მაინც ერთდაირი აქვთ. მაგ ლისტსაც გვიგზავნის ეს რეკრუიტერი, მაგრამ არის ხოლმე ძირითადად რავი, ახლა ლიტკოუძე რო შეხვალ, რაც აქვს თეგები, ყველა ეგენი. Google-ს უყვარს განსაკუთრებით მატრიცები. აი Google-ში რამდენჯერაც მქონია გასაუბრება, რამდენი ამოცანაც მომსვლია მოკლედ, ყველა იყო წარმოვიდგინოთ, გვაქვს რაღაცა დედამიწის სურათი ზემოდან გადაღებული, ან Google Maps-ის ამბავი და რაღაც უყურებთ ერთიანები არის წყალი, ნულიანები არის დედამიწა და რაღაც ამოცანას გისვამს რა და მე ამას გირთულებს, რომ ჩათვალე რომ ეს ვერ ეწევა რამში, მეხსიერებაში. აი მე რას იზამდი. ეს უფრო სენიორ ლეველებზეა, მაგრამ აი გასაქანი რო კონდეს რომ ვაიდა 15 წუთში ამოუხსნა, რომელიც არ ახოლმე კაი მიდგომა მაგის გამო ზუსტად რომ მე რაღაცები არ დაგისვას. უნდა გაწელო ყველანაირად, გასალაშინებულად, ხო კითხვები დასვა და რაც გითხრა რომ თავარი ამოცანაა, ის ამოუხსნა და ბოლოში მაქსიმუმ follow-up კითხვები დაგისვას, რომელზეც კოდს აღარ დაგაწერიებს და უბრალოდ შენ მოსაზრებებს ჩაინიშნავს. დინამიურ პროგრამირებას Google-ს უყვარს. კი, სხვათა შორის ეგ ყველაფერი არის ხოლმე ქვეყნების მიხედვითაც, აი რამდენჯერაც მქონია გასაუბრება ცოტა აღმოსავლეთ ევროპელთან, პოლონელი, რუმინელთანაც მქონია, აი უყვართ ეგეთი დინამიური პროგრამირება, ძალიან რაღაც ისეთი ფაქიზი მათემატიკური ფორმულებით რო გამოითვლება რაღაცეები რა. ნუ აღმოსავლეთ ევროპა გამოირჩევა ესე მათემატიკური ცოდნით, აი პოლონელს ამბობს აქვს ოლიმპიადა მოგებული და უნგრელს და ასე შემდეგ რა. ხო, ცოტა იქეთ უყვართ ხოლმე რაღაც უფრო, აი მაგალითად ფრანგებს, ესპანელებს და ასე შემდეგ უყვართ ხოლმე უფრო პრაქტიკული ამოცანები, რომ რომელსაც ყოველდღიურ day to day software engineering-ში ვიყენებთ, მაგალითად დაგაწერიოს შეიძლება LRU cache იმპლემენტაცია, რომ რაღაც ქეშირება გაქვს, რაღაც საიზი გაქვს 10 ცალი ეტევა და როცა რაღაცა keys და ქეშვა გინდა, რომელი ამოაგდო აქედან, რომელიც list recently used და ასე ხო. მან მე ჩასაკითხი ძალიან ბევრია, ხო, აბა სხვა რომელი ქეშირების სტრატეგიები იცი, ამას როგორ იზამდი და ნუ აბა background checks თუ ატარებენ და რამდენად სიბრუს. ხო, ეგ კითხვა აქ გამომჩა არ მიხსენებია, background checks გიტარებენ, არასდროს მოიტყუოთ ხო რო ვთქვი. ხო, აი წარმოიდგინე დაახარჯიე დრო, უთხარი რომ ვიზა გაქვს და პროცესს გიტარებს რომ იმ დაშვებით რომ ვიზა გაქვს. background checks ოფერის მერე გიტარებს, ვიზის სანამ დაიწყებდეს ეს აი ოფერი რომ მოგცა, უბრალოდ სანამ ოფერს მოგცემდა, მანამდე გიტარებს background checks. რაც კი გიწერია, სად გიმუშავნია და ასე შემდეგ, მაგას ამოწევს, ნახდათ რო ეგრეა. მეც ჩამიტარეს, მაგრამ არ ვიცი ვის დაუკავშირდი, არავის უთქვამს რომ შენზე რამე მკითხესო, მაგრამ ალბათ აქვთ რაღაცა წყაროები, სადაც მაგას ამოწევს. თეორიულად რა უნდა 1 წელი მუშაობდი და შესალამაზებლად წელიწად ნახევარი დაიწერა. მე პირადად ეგ დამჭირდა, სადაც მუშაობდი, ვიზაზე დამჭირდა 3 წლიანი გამოცდილების პრუფი დამედო. მე დავამთავრე მათემატიკური, უშუალოდ კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით არ ვარ. და იქ ვიზა რეკვაირმენტებში იყო, რომ ან დამთავრებული ხარისხი უნდა გქონდეს ბაკალავრის ან მასტერის კომპიუტერულ მეცნიერებაში, ან 3 წლიანი მაინც გამოცდილება, რომ ის რაღაც მაღალკვალიფიციური პროფესიონალის ვიზა მიიღო. და მე დამჭირდა, რომ მომეტყუებია შემეძლო იქ, რაღაც 2 თვე, 3 თვე, მაგრამ იქ უშუალოდ ამონაწერი მომიწია, მიტანა საკონსულოში და ნუ იქ უკვე დავიწვებოდი რა, ეგ რომ მომეტყუები. ხო. პერსონალურ პროექტებს. როგორც აღარ აღვნიშნე, CV-ში კარგია, რომ ჩავწეროთ და შემდეგ system design-ზე და იმ 5 წუთში, როცა შესავალში რაღაცებს გეკითხება, უბრალოდ მან გექნება გახსნილი, რომ ბევრ რაღაცას იტყვი, მაგისთვისაა კაი. თორე ტრადიციულად ახლა ქართული ან პრინციპში უცხოური საშუალო ზომის კომპანიებს რო აყავხარ და იქ უნდა რომ 4 წლიანი გამოცდილება გქონდეს, იმიტომ რომ მიხვალ ეგრევე ტასკს დაეჯახო, ეგ არ აინტერესებთ მათ. დაჟე შეიძლება იქ Java-ში წერო, მაგრამ აქ გასაუბრებები C++-ში გაიარო. არავის არ აინტერესებს რომელი ენა იცი. აინტერესებს რომ მინიმუმ ერთი ენა იცი, პროგრამისტი ხარ, შემდგარი კოდის წერა იცი, აზროვნება შეგიძლია, დანარჩენს იქ onboarding-ის დროს გასწავლიან. და ნუ დამიჯერეთ იმდენი ჭკვიანი ხალხი მუშაობს შენს ირგვლივ მე იქ რომ მიდიხარ, რომ იძულებული ხარ, უბრალოდ იძულებული ხარ, რომ ბევრ რაღაცა ისწავლო, სხვა გზა არაა.
მადლობა.